პულმონოლოგი ოთარ გაბრიჭიძე. მასთან ერთად განვაგრძობთ უკვე საუბარს ჩვენთვის საინტერესო თემაზე. გამარჯობა. იმიტომ რომ რადგან ეს ასთმა ესეთი შენიღბული დაავადებაა და ცოტა გვატყუებს ხოლმე, ამიტომ შეკითხვა არის ბევრი და ზუსტად განსხვავება იყოს, მოდით პირველ თემა, რაზეც ახლა ჰეკეთისთან ერთად საუბრობდით. როგორ ხვდებით საითმიდის სიმპტომები ასთმისკენ თუ ალერგიისკენ? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ძალიან კარგად აღწერეთ თქვენ რა არის ალერგია, ზოგადად ასთმა ეს არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, რომელიც მუდმივად ხასიათდება ჩვენს ბრონქებში ანთებითი პროცესით. ხოლო რაც შეეხება ალერგიულ რეაქციას, როდესაც უკვე მწვავდება ეს ასთმა, ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს ტრიგერები, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, მოქმედებს პირობით გამღიზიანებლად გასონთქ სისტემაზე, იწვევს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობის მომატების გამო მათ კონსტრიქციას, ანუ შევიწროებას, გამომუშავდება დიდი რაოდენობით ლორწო, საცობები ჩნდება, რაც იწვევს გასონთქების გამოვლობის შეფერხებას და პაციენტს უკვე უჩნდება ის ჩივილები, რაც ჩივილებიც ჩამოვთვალეთ, ეს არის უხაერობის შეგრძნება, შეტევითი ხასიათის ხველა და ძირითადად ეს დამახასიათებელი არის გამთენის პერიოდში შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში, ქოშინი, უჩვეულო ქოშინი ადამიანისთვის მარტივად დაღლა, რომელიც მას წინა პერიოდში არ ჰქონდა და ეს ჩივილები არ გადის სწრაფად. მომართვიანობას რაც შეეხება, რატომ ითვლება რომ ივლისი და მაინდა-მაინც ცხელი სეზონი არის აი ტრიგერი ყოველივე ამისა, იგივე ასთმის გამწვავების. აღინიშნოს ის რომ ცხელი ამინდი და მაღალი ტენიანობა ერთ-ერთი ტრიგერია, კონდიციონერების გაყენება იმ თვალსაზრისით რომ კონდიციონერი უბერავს ცივ, მშრალ ჰაერს, ოქროშუალედი არის იდეალური. ოქროშუალედი რას ნიშნავს? ტემპერატურის მუდმივობას, ჰომეოსტაზი, რაც ჩვენს ორგანიზმს ყველაზე კარგად დაახლოებით 22-20. კონდიციონერი გაბრძანდით მეორე ოთახში დავბრძანდით. შვენიერი ტემპერატურა. ეს იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი. და გარდა ამისა, კიდევ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჭექა-ხუხილის დროს დიდი რაოდენობით ქარი და ტენიანობა ძალიან მარტივად ურევს ამ მიკრონაწილაკებს ერთმანეთში და ძლიერი ჭექა-ხუხილის დროს ასთმით დაავადებული პაციენტების გამწვავების რისკი მკვეთრად მატულობს. პირველად გავიგე ჭექა-ხუხილის დროს. ძილი კონდიციონერი, ანუ კონდიცირებად ოთახში. უშუალოდ არ არის ზემოქმედება შენს თავზე, გულმკერდის მიდამოზე, არ გაქვს რაიმე ქრონიკული დაავადებები. ამ შემთხვევაში მთლად საშიში არ არის, თუმცა ეს მშრალი ჰაერი იწვევს ზედასასუნთქების ლორწოვანის გამოშრობას, ეს პირველი ბარიერი არის ჩვენს ორგანიზმში. რის შემდეგაც მიმღებლობა ბაქტერიული, ვირუსული ინფექციების ბევრად უფრო მარტივი გვაქვს და თუ პაციენტებს მაგალითად აქვთ ქრონიკული ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეს არის სახის წიაღების ანთებითი პროცესები, ამ ჰაერმა შეიძლება დააპროვოციროს და მოახდინოს ანთებითი პროცესის გამწვავება. არის ესეთი მოსაზრება, რომ უნდა შეზღუდონ ფიზიკური აქტივობა, იმიტომ რომ აქტივობის დროს შეიძლება უმწვავდებათ ეს ხველა და შეტევითი ხველა. და ეს რამდენად სწორია და მართალია და რამდენად უარი უნდა თქვა ფიზიკურ აქტივობაზე ვარჯიშზე. ფილტვის პათოლოგიებში ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ასთმა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფილტვის პათოლოგია და ეს ფილტვის პათოლოგიები მოითხოვს როგორც მედიკამენტოზურ ხარდაჭერას, აგრეთვე ძალიან დიდი როლი და ლომისვლელი უკავია ფილტვის რეაბილიტაციას. ფილტვის რეაბილიტაციაში იგულისხმება ის, რომ ადამიანმა უნდა იმოძრაოს, უნდა ივარჯიშოს და უნდა იყოს აქტიური გაჩერება ქრონიკული დაავადებების დროს. ზოგადად ფიზიკური აქტივობა ყველა ორგანოსთვის სასარგებლოა, მაგრამ როცა რესპირატორულ სისტემას ვეხებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ დიდი წილი პროცენტულად მოდის ფილტვის რეაბილიტაციაზე და მარტო მედიკამენტური მკურნალობა არ არის გამოსავალი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ასთმით დროს დაავადებულმა ადამიანმა უნდა ივარჯიშოს. აუცილებლად უნდა ივარჯიშოს. რადგანაც გავშალოთ, რატომ უნდა ივარჯიშოს? რადგანაც ამ დროს ჩვენი სასუნთქუნთები უფრო ძლიერი ხდება, იმიტომ ის რომ მე ქრონიკული დაავადება მაქვს, უნდა ვიყო გაჩერებული და არ უნდა ვიაქტიურო, ეს არის ძალიან ცდარი, ძალიან ბევრი ცნობილი სპორტსმენი არის, რომელსაც ასთმა აქვს და უბრალოდ კარგად იციან გრაფიკი, როგორ უნდა დაიწყონ ვარჯიში, რომ არ შეიძლება სწრაფად ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვის მიღება. სპორტული აქტივობა ფიზიკური ყველასთვის არის ვისაც აქვს რისკი ხო ამ გართულებებისა, ასთმური, ალერგიული ასთმის და ასე შემდეგ. რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რა უნდა ჰქონდეს თან იმისათვის, რომ თქვათ აირიდოს მწვავე შეტევა.
შემანარჩუნებელი მკურნალობა, რომელიც აქვთ ექიმის მიერ დაანიშნული, ის აუცილებლად უნდა გააგრძელონ მით უმეტეს შვებულებისგან მიუხედავად, მით უმეტეს ჩვენ თუ საუბრობთ, რომ ზაფხულის პერიოდში რაოდენობა გამწვავებების იმატებს და გარდა ამისა თან უნდა გქონდეთ სწრაფად სპაზმის მომხსნელი, თუმცა აქვთ ალერგიული ფონი და ძირითად შემთხვევაში ალერგიული ფონი აქვთ, ანტიჰისტამინური მედიკამენტები, სნაკრები, უნდა გქონდეთ ნებისმიერ ცხოვრების ეტაპზე შეიძლება გამოვიდეს ალერგიული რეაქცია. საერთოდ ისეთ რაღაცაზე მოგცეს, რომ ვერც კი წარმოიდგენდი, რომ ძირითადად იმუნურცვლას წინ უსწრებს რაღაც პროცესები ორგანიზმში და ამის შემდეგ ხდება. ეს საკმაოდ ღრმად სადიაგნოსტიკო თემაა და ეს უკვე უნდა მივიდეს ინდივიდუალურად ექიმთან პაციენტი. ისთვის ინდივიდუალურია და ძალიან რთულია რომ ეს წინასწარ. ამიტომ წინ პროფესიონალების ამომწურავი პასუხებისთვის კითხვებზე ჩვენთან იყო სტუმარი პულმონოლოგი ოთარ გაბრიჭიძე. უღრმესი მადლობა.